ერთი არის თვითონ პრეზიდენტის სურვილები და მეორეა რეალობა. უფრო ზუსტად ვთქვათ, აი ეს უბსკული, სადაც სახელმწიფო შტოებს შორის ურთიერთობა დღეს იმყოფება. პრაქტიკულად ჩვენ ხა უსმენთ პრეზიდენტს, რომელიც საზოგადოებამ აირჩია ბიძინა ივანიშვილის ხათრით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აღარ უსმენს და რომელსაც აღარ უსმენს ბიძინა ივანიშვილის დანიშნული მთავრობაც. ქვეყნისათვის ძალიან მძიმე სასაცილო სატირალი რო არ იყოს, ესეთი ვითარება გვაქვს. ხა რაც შეეხება სურვილებს, ერთმნიშვნელოვნად ძალიან სავალალოა, რომ ისევ დაჟინებით თავს ვიტყუებთ ხელისუფლების დონეზე და ვავტკიცებთ, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრები, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო და თავად ნატო საპირისპიროს გვეუბნება და პოზიტიური ჭრილი ერთმნიშვნელოვნად არის ის, რომ პრეზიდენტმა ხმამაღლა პარლამენტის ტრიბუნიდან დააფიქსირა აუცილებლობა მაჟორიტარული სისტემის ცვლილებისა და გამოხატა ის რეალობა, რომ აუცილებლად პროცესი უნდა დაიწყოს საგაზაფხულო სესიაზე. ეს არის ინტერპარტიულ ჯგუფთან მისი შეხვედრის შედეგი, თუმცა კიდევ ამბობ, ეს არის სურვილები, მაგრამ ის ადამიანები, რომელთაც ხელ ეწიფებათ არსებული პრობლემების მოგვარება, ანუ მთავრობა, არც ხდომას არ ესწრებოდა და პარლამენტში არ ბრძანდებოდნენ და არც თავის პოზიციას აფიქსირებენ. ამიტომ ვართ ამდენი ხანია ამ სულ აბსურდულ ვითარებაში. მე მინდა კითხოთ ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. ანუ ჯერი ამ შემთხვევაში არის ქართულ ოცნებაზე, ანუ კოალიციაზე და მთავრობაზე არის, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც არასაპარლამენტო, ისე საპარლამენტო. მათ შორის სახელმწიფო კოალიციაში პოლიტიკური ძალების მხარს უჭერენ ერთმნიშვნელოვნად და აფიქსირებენ პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე ამ საკითხს. ერთადერთი ეს არის ქართული ოცნება, რომლის პოზიციაც ვერა და ვერ გავიგეთ, ის ემალება ამ თემას მთლიანად და არადა ქართულ ოცნებას ეწერა თავის საარჩევნო პროგრამაში, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეცვლიან ამ მანკიერ საარჩევნო სისტემას, რომელსაც ქართული ოცნება ოპოზიციაში ყოფნის დროს ხმალა მოღებული ებრძოდა ჩვენთან ერთად. ეხლა ისინი ცდილობენ მოირგონ სისტემა და ცოტა მხარდაჭერით ბევრი დეპუტატი შეიყვანონ პარლამენტში, რის საშუალებასაც ნამდვილად ვერ მივცემთ. აქედან გამომდინარე დღეს ეს უმძიმეს ვითარებაში მათ უნდა დააფიქსირონ თავისი პოზიცია, მით უმეტეს უკვე ყველა საზოგადოების წევრი, უმაღლესი თანამდებობის პირები მათგან ამას ითხოვენ. კიდევ რამდენად მნიშვნელოვანია გადასვლა ბატონ გიორგი ამ ახალ საარჩევნო სისტემაზე გულისხმობ პროპორციებზე და რატომ არა მაჟორიტარული? აი ძალიან მარტივად ეს არის სისტემა, როდესაც ხელისუფლებას ეძლევა საშუალება კონდეს რა ნაკლები მხარდაჭერა საზოგადოებაში, მიიღოს დიდი რაოდენობით დეპუტატთა ადგილები პარლამენტში თუ საკრებულოში. აი მაგალითად ქართულმა ოცნებამ 54% მიიღო საზოგადოების მხარდაჭერისა ადგილობრივ არჩევნებზე თბილისში, მაგრამ პარლამენტში მაჟორიტარების წყალობით ყავთ 75% დეპუტატებისა. ანუ ეს არის სისტემა, რომელიც ხელისუფლებას აძლევს უფლებას მოიპაროს კანონიერად ადგილები და რაც ამ შემთხვევაში საზოგადოების ერთმნიშვნელოვნად უნდობლობას აჩენს სისტემის მიმართ. სანამ საზოგადოებას ნდობა არ ექნება საარჩევნო სისტემის მიმართ, მანამდე ყველა ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება აუცილებლად.